85 წლის დიზაინერმა რალფ ლორენმა კოლექციის ჩვენება საკუთარ სტუდიაში მედისონ ავენიუზე მოაწყო. ინტერიერი მინიმალისტურ თეთრ ტონებში ელეგანტურად იყო გაფორმებული, თუმცა ინტიმური ატმოსფერო მაინც იგრძნობოდა. შენობის წინ მოდის მოყვარულები და ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილი და ფოტოს უღებდნენ ვარსკვლავებს. მათ შორის ოპრა უინფრისა და მის მეგობარ გეილ კინგს, ნიკ ჯონასა და პრიანკა ჩოპრა ჯონას, აშერს, ლორა დერნს, მინდი კალინგს, ნაომი უოტსსა და სხვა ცნობილ სახეებს. 2026 წლის გაზაფხულის კოლექციას რალფ ლორენის ხელწერა ნამდვილად ეტყობოდა. აქ წარმოდგენილი იყო მამაკაცური სტილის ქალისამოსი, ფართო, ელეგანტური, ტანზე მორგებული ჟაკეტები, რომლებიც გახსნილი იყო. ჟაკეტების შიგნით კი მოკლე მაისურები ჩანდა, რომლებიც ეხამებოდა ფართო შავლებსა და ქვედაკაბებს. კოლექციის ძირითადი ფერი თეთრი იყო, პირველი რაც საზოგადოებას წარუდგინეს გრძელი, თეთრი პოლოს სტილის პალტო იყო. კოლექციის ფერთა პალიტრა შეადგენდა ძირითადად შავ-თეთრ კომბინაციას, რომელშიც წითელი ფერის დეტალებიც იყო დამატებული. ხანდახან მხოლოდ კისერზე შეკრული ბაფთის სახით. ფინალურ ნაწილში გამოჩნდა ორი წითელი კაბა, ერთი ყოველდღიური, ხოლო მეორე მდიდრული, საღამოსთვის განკუთვნილი, აბრეშუმის მსგავსი ქსოვილით. აქსესუარებში ჭარბობდა მასიური, დიდი ვერცხლისფერი ფარფა და ქუდები. 2026 წლის გაზაფხულის ზაფხულის ახალი კოლექციით რალფ ლორენმა ოფიციალურად გახსნა ნიუ-იორკის მოდის კვირეული, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.